დილომშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გადაცემის მომდევნო ნაწილში ბათუმის დრამატულ თეატრზე ვისაუბრებთ ახალ სპექტაკლებზე და მაყურებელთან შეხვედრის მოლოდინზე. შემოქმედებითი პაუზა არც თუ ისე ხანმოკლე აღმოჩნდა. ამჟამად ბათუმის დრამატული თეატრი 157 თეატრალური სეზონისთვის ემზადება. სეზონი ქართული თეატრის აღდგენის დღეს 2026 წლის 14 იანვარს პრემიერით გაიხსნება. ამ და სხვა სიახლეებზე ისაუბრებენ დღეს დილის რადიოს სტუმრები, ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან კოტებჟავია, ილია ჭოჭოაძე, სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი და გიორგი კაშია, სპექტაკლ დარისპანის გასაჭირის რეჟისორი, პრემიერა 14 იანვარს გაიმართება. მოგესალმებით. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად და ბატონო კოტე, პირველი კითხვა თქვენთან, როგორც თეატრის ახალ ხელმძღვანელთან, რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა ეს გამოწვევა თქვენთვის? დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, გილოცავთ დამდეგს, დავალშობა კალანდას, აგვასწროს მოთქვა. გამოწვევა ნამდვილად საინტერესო, ყოველთვის საინტერესო აღმოჩნდა და საერთოდ მთელი ცხოვრება ესეთ გამოწვევების წინაშე ვდგევარ და ეს მაინც განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა. ჯერ მიყვარს ბათუმი, მიყვარს აჭარა. მთელი ჩემი ცხოვრება იმას ვამბობდი, რომ თუ სადმე ვიცხოვრებდი და ქალაქის გარდა ეს ბათუმია მეთქი და ამის სრულანად და განგებავდა მომიწია ბათუმში ცხოვრება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის განგებაც. საოცარი თეატრი თავისი უდიდესი ისტორიით, თავისი უზარმაზარი პოტენციალით, ძალიან საინტერესო ადამიანებით, უნიჭიერესი მსახიობებით, ძალიან საოცარი, როგორ გითხრათ, ყველაფრით შემკული საიმისოთ, რომ ძალიან ბევრი კარგი და სასიკეთო საქმე გაკეთდეს და მოხდი აი ამ საოცარ გარემოში ყველაფრიდან და ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და ვეცდები, რომ გავამართლო ყველა ეს მოლოდინი და იმედი, რაც ჩემზე დაამყარა იმ ადამიანებმა, ვინც ეს წინადადება შემომთავაზეს და ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის, რომ 157 და შემდეგი სეზონები ძალიან საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული იყოს. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. ერთი ასეთი კითხვა მაქვს, რამდენად თანხმედრაში მოხდა, ანუ ის გარედან დანახული თეატრი და უკვე შიდა სამზარეულოთი. უკვე საკმარისი დრო გაატარეთ თეატრში იმისთვის, რომ ეს შიდა სურათი თქვენთვის ყოფილიყო წარმონათელი. დაახლოებით 30 წელია თეატრში ვცხოვრობ. რო გითხრათ, რომ რაიმე ახალი და განსაკუთრებული იყო, რომელიც არ ვიცოდი და არ გამიგია და არაფერი. აბსოლუტურად ყველაფერი ნორმალურად, ყველაფერი ძალიან კარგად, ყველაფერი ძალიან მშვიდად და თეატრის სიყვარული სახლია და ჩვენ ამას დავამტკიცებთ კიდევ ერთხელ. და ასევე თეატრი განსაზღვრავს ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს, ხასიათს. ქართული თეატრი სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდა ოდითგანვე და თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ რომ გითხრათ. რეპერტუართან დაკავშირებით. თეატრი ზოგადად ამბობენ, რომ სახელმწიფოს სარკეა. და ეს არის სახლი და ეს არის ადგილი, მისტიური ადგილი, რომელსაც საუკუნეებმა ვერაფერი ვერ დააკლო. ისევ ინარჩუნებს თავის უზარმაზარ ღირებულებას და ფოტოშორის ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება და ჩემი მსოფლიოში, რომელიც ფლეშკაზე არ იწერება. საომავლო გეგმებს რაც შეეხება, მოგეხსენებათ ბატონი გიორგის დარისპანის გასაჭირით ახლა ხსნით 14 სეზონს ქართული თეატრის დღეს ცოტა ესეთი შემართებით ვარ, ცოტა მოკლე პერიოდი გვაქვს აიმისოთ, მაგრამ სარისკო გადაწყვეტილება იყო შეიძლება ითქვას, მაგრამ მე მჯერა ჩემი მეგობრის, მას ჯერა ჩემი, შემჯერა ერთმანეთის, ჯერა ჩემი მეგობრების, რომლებიც თეატრში გველოდებიან, ახლა აქედან რო წავალთ რეპეტიციაზე და ჩვენ 14 იანვარს ღირსეულად დავხვდები და გავაღებთ ჩვენ თეატრის კარს. ამის შემდეგ 28 იანვარს ჩვენ მეორე პრემიერისთვის ველოდებით, ბატონი გაგა გოშაძე აკეთებს სპექტაკლს უხერხებლოს მცირე სცენაზე. ამის შემდეგ გეგა გაგნიძის პრემიერას ველოდებით უკვე 6-7 თებერვალს და შემდეგ ისევ ბატონი გიორგის პრემიერას ველოდებით თებერვლის ბოლოს გოგოლი იქნება ნაჩვენების 4 პრემიერი ერთდროულად არის ჩაშვებული. ამის შემდეგ უკვე ფაქტიურად საკმაოდ კარგი სტარტია მინდა. ფიქრობ, რომ კი. ამის შემდეგ უკვე ფაქტიურად მოლაპარაკებები ბოლოშია გასული, ბატონი გოჩა კაპანაძე იწყებს ახალ სპექტაკლს, უკვე ორ უცხოელ რეჟისორთან მოლაპარაკებები მიდის, საკმაოდ ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, მსოფლიო
მნიშვნელობის რეჟისორებთან მინდა გითხრათ 18 იანვარს ერთი ჩამობრძანდება უკვე კასტინგი იქნება თეატრში და შევთანხმდებით როდის იქნება მას პრემიერა მეორე რეჟისორი უკვე ივლისის ბოლოს ჩამობრძანდება და სექტემბერში დაიწყებს ახალი სპექტაკლის გაკეთებას და მოკლედ საკმაოდ ისეთ შემოქმედებით და დატვირთული წელი და სეზონი გველოდება მინდა გითხრათ და გავახარო ჩვენი ქალაქის მაყურებელი მოკლედ ძალიან კარგია. როგორც აღნიშნეთ, ახალი სეზონი 14 იანვარს დავით კლდიაშვილის დარისპანის გასაჭირით გაიხსნება და ბატონო გიორგი, თქვენი სპექტაკლის რეჟისორი ბრძანდებით და ეს არის თქვენი პირველი თანამშრომლობა ბათუმის დასთან და გითხარით ამ შემოთავაზების შესახებ, ბათუმის დასთან უკვე ამ წარმოდგენების შესახებ და როგორ მიდის თავად მუშაობის პროცესი. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. რაც მინდა ვთქვა არის რომ მინდა ბატონ კოტეს წარმატება უსურვო. საკმაოდ რთულ და საინტერესო გზაზე ჩემი დაკვირვებით. და უსურვო რომ ის ჩანაფიქრი რაც აქვს ასრულებოდეს მაქსიმალურად. რადგანაც ეს ადამიანი ნამდვილად თეატრის კაცია, ჩვენ ასე ვიცით ხოლმე, თეატრის კაცია და უკვე ყველაფერი ნათქვამი არ ჭირდება. ეხლა რაც შეეხება სეზონის გახსნას, ჩემთვის ალბათ ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ამაზე წინ ვერაფერს ვერ ვაყენებ საერთოდ, რადგანაც იმის გარდა რომ საკუთარი პასუხისმგებლობა მომძრავებს აქ კიდევ ერთი მთავარი მოცემულობა ნდობა და ეს ნდობა ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლო. ძალიან მომწონს და ზოგადად ბათუმი მიყვარს ძალიან ყოველთვის მიყვარდა. აქედან გამომდინარე ბედნიერი ვარ რომ ამ ქალაქში მიწევს ეხლა ყოფნა რაც შეეხება თეატრს მსახიობებს ეს უდავოდ ძალიან საინტერესო დასიაო და ეს ყოველთვის ასე იყო ქართულ თეატრალურ სივრცეში ყოველთვის რაც თავისი ადგილი ეჭირა ბათუმის თეატრს ნიჭიერებით თავისი სარეპერტუარო აბსოლუტურად მრავალფეროვნებით და რაღაც ზღვასთან არსებული ქალაქები და ესეთი შემოქმედებითაც სხვანაირები არიან ამბობენ. ამიტომაც მე მუსიკალური თვალსაზრისით მათ შორის. დიახ. მე შევეცდები რომ პირველ რიგში რაც არის რომ ეს ნდობა გავამართლა. ახლა დარისპანის გასაჭირს რაც შეეხება და ამ არჩევანს. ხოლო დარისპანს სულ უჭირდა ეხლა. ამ არჩევანს რაც შეეხება ვფიქრობ რომ თქვენ აღნიშნეთ საწყისში ქართული თეატრის აღდგენის დღეს მე ჩემი აზრით და ჩემი და ბატონ კოდეს აზრით დაემთხვა ერთმანეთს ამ შემთხვევაში რაღაც ეროვნული ეთნო უნდა ყოფილიყო და ჩემი კლდიაშვილის მიმართ დამოკიდებულება და სიყვარულიც აქ გამოჩნდა და კლდიაშვილის დამოკიდებულება ბათუმის მიმართაც ეს ცალკე თავია ბათუმის ისტორიაში. ძალიან დიდი ღვაწლი და დამსახურება აქვს ამ ადამიანს. რადგანაც ის აქ ქართული, რადგანაც აქ კლასიკა, რადგანაც კლდიაშვილი და ბათუმი კიდე ცალკე არის, როგორც კლდიაშვილი და მაგალითად იმერეთი. აქედან გამომდინარე მგონია რომ ეს გადაწყვეტილება და ეს ჩანაფიქრი ჩემ ყოველ შემთხვევაში იმსახურებს ცდას. და როგორც ბატონმა კოტემ აღნიშნა 14 იანვარს ჩვენ გავხსნით გარს აუცილებლად და იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხევანდელი რეალობით თუ შევაჯამებთ, რამდენად კმაყოფილი ხართ იმ შედეგით, რაც გვაქვს. უკვე სახელზედაც არის. ხო. კმაყოფილი არა, შეგვიძლია ვთქვა რომ უფრო მეტიც არის, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად მოგვიწია და გვიწევს ძალიან ისეთ ოპტიმალურ დროში ბევრი საქმის კეთება და მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას. ვინც ჩემთან ერთად მუშაობს ამ პროექტთან ამ პროექტზე. იმიტომ რომ მათი ყოველდღიური თავგანწირვა და თეატრის თავგანწირვა ჭირდება სხვანაირად უბრალოდ მე მგონი ყველა საქმეში ესეა ხო? დიახ, მე სხვა საქმე არ ვიცი. თეატრიდან გამომდინარე ჯობი. აქედან გამომდინარე მადლობა ყველას. მგონია რომ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი დრო არის და ყველა იაზრებს ამას ვინ ჩემი ირგვლივაა და ჩვენ მუშაობთ, აღჩერდებით, გვაქვს საინტერესო აქტიური რეპეტიციები და მიწევს ურთიერთობა აგრეთვე საინტერესო ადამიანებთან. ამაზე ისეთი მნიშვნელოვანი ალბათ რეჟისორისთვის
არაფერი არ შეიძლება იყოს. თქვენ როგორც თქვით სპექტაკლი დარისპანის გასაჭირი ერთგვარი კლასიკაა. თქვენეული ხედვა იქნება ჩადებული ამ სპექტაკლში თუ სპოილერებას არ გთხოვთ, მაგრამ რა იქნება ის რაც კი. მოსაწვევი რომელ დღეს მოგართვა? თოქმაში და ამის მიხარ ადგილზე ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ რაღაც მაინც შემიძლია ვთქვათ, რომ რა იქნება. მარცვალი რო ჩავდგე. კლასიკის უკუდავების საინტერესოობა სწორედ მე ვფიქრობ, რომ ინტერპრეტაციიდან გამომდინარეობს. იმიტომ რომ არ შეიძლება 100 წლის წინ დადგმული სპექტაკლი და ჩემი დღეს დადგმული სპექტაკლი ერთნაირი იყოს. თუმცა არ იქ ძალიან კლასიკური მარადიული პრობლემები და თემები, რომელიც ალბათ რომელ საუკუნეის არ უნდა დადგა, დარჩება. კეთილა დააბოლოვე ჩვენი მუზეუმი. ამას დავამთავრებ. ეს ეთერის და ყველაფერი. 14-მდე. კი ბატონო, ცოტა დრო რჩება და როგორია თქვენი მოლოდინი, ამას მაინც და თქვენი თქვენი ხედვით დარწმუნებული ვარ ყველა რეპეტიციას ესწრებით და ხედავთ თუ როგორ მიმდინარეობს თავად პროცესი, რამდენად კმაყოფილი ხართ თავად თქვენ ერთიარო თქვენ როგორც აღნიშნეთ გიორგისთან მეგობრებო და ეს ნდობა გაკავშირებთ მის მიმართ, მაგრამ უშუალოდ პროცესი თქვენთვის რამდენად ღირებულია. მოდი სანამ ორი სიტყვით გიორგის მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა, რომ ესე დაუდგა ჩვენს თეატრს, არა მარტო ჩვენს მეგობრებად, მთლიანად თეატრს და ამ ქალაქის გვერდში, იმიტომ რომ მე რომ მოვედი პირველი ჩემი ამოცანა იყო, რომ მინდოდა რომ 14 იანვარს გახსნილიყო. 14 იანვარს გაგვეხსნა. ბატონ გიორგის არ მქონდა მაშინ მოლაპარაკება და შევთანხმდა. მე რაღაც ისე მოხდა, რომ რაღაცნაირად ვერ ვახერხებდით ამას, დროში ვერ ვასწრებდით, მაგრამ ჩვენ ერთ დღეს მოვიდა ბატონ გიორგი და მითხრა რომ მოვასწრებოთ. მაინც მოვასწრებ, როგორც თავიდანვე შევთანხმდითო, ჩვენ გავაკეთებთო და დავიწყეთ და ეს არის საინტერესოა, შემოქმედებითი პროცესი ყოველთვის, ეს არის ცოცხალი პროცესი. მე ზოგადად მე მსახიობი ვარ პროფესიით და სარეპეტიციო პროცესია ეს ცოცხალი პროცესი, სპექტაკლი უკვე მე დადგმულია და ეს არის ყველაზე საინტერესო პროცესი, დუღილი ახლა მიდის და ეს პროცესი რასაც უყურებ ახლა თეატრში, ხო? აი ამისთვის მეყვარს თეატრი. ეს არის ძალიან საინტერესო, ხო და ყველას მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უთხრა. ყველა რგოლი აბსოლუტურად აი ჩართულია საიმისოთ, რომ ახლა ყველა ფერმა დაიყვიროს ისე ოპლა ჩვენ ცოცხლობ შეიძლება ითქვას როგორც საჭირო. ძალიან დიდი მადლობა მითხრა, მინდა გამოვიყენო თქვენი ეთერი უთხრა კულტურის სამინისტროს უპრეცედენტო გვერდში დგომისთვის, აჭარის მთავრობას მინდა უზარმაზარი მადლობა უთხრა ესე უპრეცედენტო გვერდში დგომისთვის და ჩემს აჭარლებს და ბათუმელებს მინდა ურმესი მადლობა მითხრა, მე ამ ქალაქმა მივიღო როგორც თავისი პირმშო. ერთი წამით არ მივძნია რომ მე აქ ჩამოვედი სადღაციდან. როგორც ამ ქალაქის მკვიდრი ისე ვზრუნ ყოველდღიურად და არ შემეძლო ეს არ მეთქვა, სადაც არ უნდა ვიყო ნებისმიერ ეთერში ყოველთვის ვიტყვი ამას ალბათ მთელი ცხოვრება და დიდი მადლობა ჩემს ბათუმს, ჩემს ბათუმელებს და ჩემს თეატრს რა თქმა უნდა. შევხვდებით პრემიერას. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ კოტე მჟავია, ილია ჭოჭოაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი და გიორგი კაშია, სპექტაკლ დარისპანის გასაჭირის რეჟისორი, როგორც გითხარით, პრემიერა 14 იანვარს გაიმართება. წარმატებები, მადლობა რომ იყავით. ურმესი მადლობა მოსწავლეთ მომენტით და დამდეგ შობა ახალ წელსაც გილოცავთ. რაოდენობა ეს არის. გელოდებით პრემიერას.